ამ ვიდეოს მდიდრებმაც და ღარიბებმაც ბოლომდე უყურეთ და რაც მთავარია, გააზიარეთ ეს ვიდეო, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს თუ სად არის სიმართლე და რა არის ჭეშმარიტება. როდესაც ადამიანის ანგარიშზე პირველი მილიარდი ჩნდება, სამყარო თითქოს ფერს იცვლის, მაგრამ არა უკეთესობისკენ. ის ნამდვილი გემო, რომელიც ცხოვრებას მაშინ აქვს, როცა რაღაცისთვის იბრძვი და დაბრკოლებებს გადალახავ, ნელ-ნელა ქრება. როცა ყველაფერი ხელმისაწვდომია, ცხოვრება სტერილურ კედლებს შორის მოქცეულ ოთახს ემსგავსება. აქ იწყება ყველაზე დიდი დრამა. ადამიანი აღარ იბრძვის გადარჩენისთვის, არამედ ის იწყებს ბრძოლას საკუთარ ბავშვობასთან. ის პატარა დაუცველი ბიჭი ან გოგონა, რომელსაც ოდესღაც სკოლაში ჩაგრავდნენ, ან მშობლებისაგან აღიარება აკლდა, ახლა მილიარდებს იყენებს როგორც ჯავშანს. ეს სიმდიდრე ხდება იარაღი, რომლითაც ის ცდილობს სამყაროს ცენტრში დადგეს და ყველას დაუმტკიცოს საკუთარი ძალა. ამ დროს იწყება ღმერთობანას თამაში. დედამიწა პატარავდება, ამიტომ მზერა კოსმოსისკენ გადადის. არა იმიტომ, რომ მეცნიერება უყვართ, არამედ იმიტომ, რომ იქ წესებს თავად ადგენენ. მათ სურთ გაქცევა პლანეტიდან, სადაც სიკვდილი მაინც არსებობს. სწორედ აქ შემოდის შემზარავი ამბები, რაზეც კულუარებში ჩურჩულებენ. მარადიული ახალგაზრდობის წყურვილი, მილიარდერების ცხოვრების სტილი დღეს სულ უფრო მეტად ემსგავსება ბრძოლას ბიოლოგიის წინააღმდეგ. დადასტურებული ფაქტია, რომ ბრაიან ჯონსონის მსგავსი ფიგურები მილიონებს ხარჯავენ სისხლის პლაზმის გადასასხმელად, რათა ახალგაზრდობა ხელოვნურად შეინარჩუნონ. რაც კულუარებში გავრცელებულ იმ ვამპირულ ჭორებს აცოცხლებს, სადაც ელიტა მოზარდების სასიცოცხლო ენერგიას საკუთარი უკვდავებისთვის იყენებს. ამას ემატება ტვინში ჩიპების ჩადგმის მცდელობები, რაც სხვა არაფერია თუ არა ადამიანის გონების ხელოვნური დამორჩილება და სულის ციფრულ გალიაში გამოკეტვა. კოსმოსის ათვისებაც აღარ არის მხოლოდ მეცნიერული ინტერესი. ეს არის გაქცევა პლანეტიდან, სადაც ისინი უკვე ყველაფერს ფლობენ. და მცდელობა ახალი ჩაკეტილი სამყაროს შექმნისა, სადაც თავად იქნებიან კანონიც, ფიზიკაც და ღმერთიც. თუმცა ეს ყველაფერი, სისხლის გადასხმა, მარსზე კოლონიები თუ ტვინში ჩიპების ჩადგმა, არის ამაო ბრძოლა იმ ღმერთთან, რომელიც ამ მატერიალური სამყაროს მიღმაა და რომლის კანონებსაც ვერანაირი საბანკო ანგარიში ვერ ცვლის. ამ ჩაკეტილი სამყაროდან გაბრძოლება იმ არსებასთან, რომელიც სიცოცხლესა და დროს განაგებს, საბოლოო ჯამში აბსურდულია, რადგან რაც უფრო მეტ ხელოვნურ ბარიერს გადალახავენ და რაც უფრო მეტად ცდილობენ ბუნებრივი წესრიგის მოტყუებას, მით უფრო ნათლად ჩანს მათი უსუსურობა იმ რეალობის წინაშე, რომელიც ფულზე მაღლა დგას. სიმდიდრე, როგორც პათოლოგიური მიდრეკილება, მათ აიძულებს ებრძოლონ უხილავ კედელს, რომელიც მხოლოდ ილუზიას ქმნის, თითქოს ღმერთობას უახლოვდებიან, მაშინ როცა სინამდვილეში საკუთარი ეგოსა და შიშების მიერ აგებულ ოქროს გალიაში არიან გამოკეტილნი. მაგრამ სწორედ ამ აბსურდში იმალება ჩვენი, უბრალო ადამიანების სიმშვიდეც. სანამ ისინი მილიარდებს ხარჯავენ წამიერი სიცოცხლის გახანგრძლივებაზე და შიშისგან დაზაფრულები კოსმოსში გარბიან, ჩვენ ფლობთ იმას, რასაც ისინი ვეღარასდროს იყიდიან, ნამდვილ ცოცხალ კავშირს რეალობასთან. ბედნიერება არა უკვდავებაში, არამედ მომენტის გულწრფელობაშია. ჩვენ არ გვჭირდება სისხლის გადასხმა, რომ ვიგრძნოთ ცხოვრების პულსი და არც მარსი გვჭირდება თავშესაფრად, რადგან დედამიწაზე ყოველი ჩასუნთქვა, ყოველი მზის ამოსვლა და ნამდვილი სიყვარული უფასოა და ყველაზე დიდი ძალაა. საბოლოოდ ბუნება ყოველთვის თავისას იბრუნებს და ამ დიდი სამყაროს მიღმა ყოფი ძალა გვახსენებს, რომ ყველაზე მდიდარი ის კი არაა, ვინც ბევრს აგროვებს, არამედ ის, ვისაც არ ეშინია იყოს ადამიანი, თავისი სისუსტეებით, მოკვდავობითა და იმ თავისუფლებით, რომელსაც ოქროს გალიაში ვერავენ შეიტანს. სანამ სხვები სხვისი სისხლით ცდილობენ ამაო წუთისოფლის გახანგრძლივებას, იესო ქრისტემ საკუთარი სისხლი გაიღო ჩვენთვის, რათა კეთილ ადამიანებს მარადიული სიცოცხლის წყარო სამოთხე ეხილა. იგია ერთადერთი ნამდვილი სიცოცხლე და ცხონება, რომელიც
თავისი უსაზღრო სიყვარულით კურნავს ჩვენს ბავშვობის დროინდელ იარებს. ის გვივსებს იმ სისარიელეს, რომელსაც ვერც 1 მილიარდი ვერასოდეს შეავსებს. ქრისტესთან ყოფნა არის ის ერთადერთი რეალობა, სადაც სიკვდილი ძალას კარგავს და სადაც სული პოულობს თავის ნამდვილ ადგილს. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.